რაღაც ინტელექტუალურ მარაგშიც გადავარდოს, ყველაფერი დაგვჭირება განხილვა. ანუ შეძლებს თუ არა ბატონმა ნიკომ თქვა რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს რეალურად იმ მოთხოვნების შესრულებას, რასაც აყენებს დასავლეთი, ანუ დემოკრატიზაცია, კერძო საკუთრების დაცვა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა არის ეს არის ძველი პროცესი, ეს არ არის ექსკლუზიური უფლება საქართველოს ამ ხელისუფლების მომდენოს, ეს არის ძველი პროცესი, მას შეიძლება რამდენიმე ხელისუფლების შეცვლაც დაჭირდეს საქართველოს და პირველ რიგში ეს არაპოპულარული თემა, მაგრამ ნატოს შემავალმა ქვეყანამ ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს არჩევანი და გადააბაროს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევანი, ახლა თქვენ კონსოლიდირებული დემოკრატია. ეს შესაძლებელია. დასაზრია საინტერესო. მე მინდა შევეხო ნატოს მინისტერიალს იქ მიღებულ კომუნიკეს, თუმცა კომუნიკე მინდა გითხრათ, რომ ობა დამეთანხმება არ არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც აფასებს საქართველოსთან დამოკიდებულებას. თუ რას გულისხმობ, ამას მოგახსენებთ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ აი ამ ჭრილში შევეხმიანო წეღან პრეზიდენტად წოდებულისა და პრემიერ-მინისტრის საუბარს, როდესაც ბატონი სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო იმყოფება მსოფლიო კრიზისისა და რუსეთის აგრესიის ორმაგი წნეხის ქვეშ. არ არის მართალი. და ჩვენ სხვა პრობლემას ვეხედავთ, ეს ყველაფერი გარე პრობლემებია. ის რომ მსოფლიო კრიზისია, ეს მსოფლიოსთვის არის კრიზისი. ის რომ რუსეთის აგრესია იყო, ესეც აღიარებულია, მაგრამ ჩვენ შიდა პრობლემას ვერ ვხედავთ. ანუ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სააკაშვილი არ ლაპარაკობს იმ პრობლემებზე, რომლის გულისთვისაც საქართველომ ვერ მიიღო მაპი ვერც ბუქარესტში და ვერც ამჯერად. ანუ საუბარი იმაზე, თუ რა დაუწუნეთ საქართველოს. რატომ გამოაყოლეს საშემოდგომო, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ. დაუნიშნეს ყოველწლიური შემოწმებები და პირდაპირ წერია. აი აქ მე ხელთ მაქვს ახლა ის საბოლოო კომუნიკე, ის პუნქტები მე-18, მე-19, 24, 34, 35, სადაც პირდაპირ წერია, რომ წლიურ ნაციონალურ პროგრამებს ყოველწლიურად გადაყუთლილ ნაციონალურ პროგრამები ყოველწლიურად გადახედილი იქნება. ანუ ფაქტიურად ჩვენ საშინაო დავალება გამოგვაყოლეს საშემოდგომო, ვერ ჩავაბარეთ გამოცხა. წლის განმავლობაში მუდმივ კონტროლზე აგვიყვანეს, როგორც ესეთი და აქედან გამომდინარე ჩვენ ნდობით თქვენ წეგან ნდობას გავუსვით ხაზი. ნდობის ხარისხი საქართველოსი არის ფაქტიურად აღარ არსებობს, ნულამდეა დაყვანილი და თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ტელემაყურებლისთვის ეს უცხო არ არის, რატო არ არის მარტო ავტომატი თვითმფრინავი და ტანკი. რატო უპირველეს ყოვლისა ეს არის სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით, თავისი დემოკრატიით, თავის სასამართლოთი, თავის მედიის თავისუფლებით და ასე შემდეგ და ასე ადამიანის უფლებებით, ხო? აქედან გამომდინარე, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის ქართული დაუშვათ თავდაცვის სისტემა. არა, როგორ გეკადრებათ? უპირატესად, უფრო სხვა რამეებზეა, სხვა მინუსებზეა აქცენტები გაკეთებული და სწორედ აი ეს მინდოდა ყობა მოვიშველიო დამეთანხმება ან არ დამეთანხმება, იმედია დამეთანხმება, იმიტომ რომ მე კონკრეტული ფაქტით საუბრობ. საუბარი ამაზე, რომ ერთი მხრივ არის კომუნიკე, სადაც ცალკეული მუხლები შეეხება საქართველოს და უკრაინას, ისე როგორც 39 მუხლში საუბარია სომალიზე, საუბარია ხორვატიაზე, საუბარია სერბეთზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად არსებობს განცხადება, რომელიც ხეფერის მიერ იქნა გახმაურებული, განცხადება ეს არის ნატო საქართველოს კომისიის შედეგი, მუშაობის შედეგი. სადაც რაზეა საუბარი? მე მინდა თქვენი და ალბათ ტელემაყურებლების ყურადღება მივიქციო იმდენად რამდენადაც ეთანოში დამეთანხმეთ, რომ ბატონკობა 13 მუხლი ამ კომუნიკეში ამბობს, რომ ნატომ ხელი უნდა შეუწყოს, ნატოს ასე ვთქვათ ხელმძღვანელობამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოს გადაწყვეტილებების ფართოდ გაშუქებას. ანუ მედიისადმი მიმართვა, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მაქსიმალურად გაშუქებული. რა ხდება საქართველოში? დღეს ჩვენ არ გვაქვს ნატოს კომუნიკე ქართულ ვარიანტში. არც ერთ საიტზე ნატოს ეს კომუნიკე არ არის გამოქვეყნებული. ანუ ეს არის დახურული გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო რისთვის არსებობს, თუ ესეთი გარღვევა მოახდინეს დიპლომატიური ევროპაში და მსოფლიოში, რომ ასეთ წარმატებას მიაღწე, ნუ თუ რა გახდა სახელმწიფოსთვის ის, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ამის მიღმა ის დგას, რომ თავად არ არსებობს ნატოს საინფორმაციო. თავად მათ ინტერესში არ შედის ეს ყველაფერი, მაგრამ მე რა მინდა რომ თქვა, რომ ნატო საქართველოს კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია.
აი ხო მე აქცენტებს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომ გასწავოთ აბატიეთ ხო 18 აგვისტოს და 27 აგვისტოს ნატომ მიიღო გადაწყვეტილებები რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ ასე ვთქვათ, მოდი თითის დაქნევითი, რომ ნუ იქცევა რუსეთი ისე საქართველოს მიმართებაში, როგორც იქცევა. ანუ ეს იყო ერთგვარი ნატოს მხრიდან საკმაოდ ესეთი მკმწრავე პოზიცია დაფიქსირებული რუსეთთან მიმართებაში. ამ დროს ჩვენ ვკითხულობთ ნატოს კომუნიკეს 25 მუხლში, რომ რუსეთი ჩრდილო ატლანტიური ალიანსის უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული ელემენტია, ანუ რუსეთთან თანამშრომლობა არის უსტრატეგიულესი ნატოსათვის და ამავდროულად 18 აგვისტოსა და 27 აგვისტოს გადაწყვეტილებები უკან გაიწვია ნატომ. ანუ გააუქმა. ანუ რუსეთისადმი ეს დამოკიდებულება შეცვალა, ეს ერთი. და მეორე, რას თავაზობს თავარ შესასწორებელ საგნად ნატო საქართველოს. ეს არის არჩევნების თემატიკა, ეს არის ხელისუფლების გამჭვირვალობა, მოქმედების გამჭვირვალობა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა კონკრეტულ მოქმედებებზე, ეს არის მედიის თავისუფლება, ეს არის სასამართლოს თავისუფლება, ეს არის კანონის უზენაესობა. ეს ყველაფერი წერია ნატო საქართველოს კომისიის დასკვნაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავიგეთ ის მიზეზები, რისთვის დაგვიწერეს ორიანი. და ვინ მიიღო ეს ორიანი? ორიანი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, იმისათვის, რომ არ გვაქვს სასამართლო, არ გვაქვს თავისუფალი მედია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც ნიკო ამბობს, რომ კოკასა შიდა რასაც დგასო, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ხელისუფლებიდან ამ სიტუაციების გამოსწორებას არც უნდა მოველოდეთ. იმიტომ რომ დღეს რაც ვნახე მე, აი აქ პრეზიდენტად წოდებულისა და პრემიერის გასაუბრება, მე დავინახე ჩამოშლილი სააკაშვილი. მაგრამ პატასაუსო შეკითხოს სიტუაცია არის ის რაც არის რეალურად, მაგრამ რა უნდა ვქნათ? გავაკეთოთ ძალიან ძიმე ზამთარია. დახმარებების გარეშე ძალიან გავიჭირდება. თუ ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემენ დახმარებას, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა შეიცვალოს უცბად ყველაფერი, როგორ უნდა გავათავისუფლოთ? უცბად არ ვერაფერი შეიცვლება. დახმარებები აუცილებლად იქნება რაღაცა ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს ქვეყანაში და რაღაც მინიმალური ოპტიმალური დახმარება იქნება, რასაც სააკაშვილი გააფორმებს წარმატებად, მაგრამ ეს არ იქნება წარმატება, ეს იქნება მაცხოვრის სახელმწიფოსთვის გამოგზავნებული აუცილებელი მინიმალური ჰუმანიტარული რაღაც ღონისძიებები, როგორც ამას აფრიკაში ამბობენ შეიძლება ქვეყნებში და ქვეყანა მიარსებოს. ჩვენ მართლა ნორმალური კლიმატის გამო ჩვენთან ის კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები არ არის, რაც შეიძლება იყოს ამ ტიპის ამ დონის სახელმწიფოში, მაგალითად იქ აფრიკულ სახელმწიფოში. რა უნდა გავაკეთოთ? უკვე ის თქვა და თქვენ მართლა განაგზავნოთ ამ ძიებას და ზამბიურ სიბზნეეთო ქართული ისტორიაში და ხანა მურენი არ გადაბრუნდება, გზა არ გამოჩნდება. თეთრი ტრაგედია ეს არის, რომ ჩვენ გავართ აი მაშინ ინდოეთის ტერაქტი იყო, რაღაც ტერორისტებმა რაღაც საშინელება ჩაიდინეს სადღაც სასტუმროში და სანამ არ შეხვალ ვერ მიხვდები რა მოხდა იქ. რამდენი ადამიანი ამოხოცეს, რა საშინელება ჩაიდინეს. ხოდო შეხვალ მე ნახავ. ანუ ისეთი საშინელება ჩაიდინა ჩვენმა ხელისუფლებამ გრიგოლიანის სიკვდილიდან 7 აგვისტომდე, რომ სანამ არ შეხვალ ვერ ნახავ ამას. საზოგადოება ჩვენ ბევრს გვესმის, იმიტომ რომ აფსტროში მუშაობ და ესაც ჩვენი სპეციალობა გაქვს. მოსახლეობა დიდად ვერ ხედავს ეს, იმიტომ რომ არ ჩასწრებს კედელი ფარავს იმას, რა ტერაქტი ჩაიდინა ხელისუფლების სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ თუ საზოგადოება არ გაითავისა, რომ პოლიტიკა შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკოსები უნდა შეცვალონ. ეს პოლიტიკოსები არ არიან მზად შეცვალონ პოლიტიკოსები. პოლიტიკა შესაძლებელია ხალხმა შეცვალოს პოლიტიკა და შესაძლებელი პოლიტიკოსები. ანუ აუცილებლად საჭიროა არჩევნები. სხვანაირად არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. ანუ ერთადერთი ინსტრუმენტი ხალხის ხელში არის არჩევნები და კონტროლის შემდეგ მთავრობაზე. შემორჩენილია არჩევნითი დემოკრატია. ანუ ხელისუფლება რაკი მიდის დაყალბებებზე, იგი მას ეშინია არჩევნების. იმიტომ რომ პუტინი არჩევნებს არ აყალბებს. იგივე მაპატიოს ახლა არის რუსოფარგებმა აზერბაიჯანში არჩევნები აყალბდება. არჩევნდება, იმიტომ რომ საზოგადოება იმდენად არ მოელის არჩევნებით რაღაც ცვლილებებს, რომ ისი არის უკვე განეიტალებული ისე აქვს რაღაც ნარკოტიკები